ორგანული ნაერთების უმეტესობას ფერი არც აქვს საერთოდ და მაგალითად ეს სამი ნაერთი რომ ვნახოთ, პირველი მათგანი არის ეთილენი და ვიცით რომ აი აქ არის ერთი წყვილი პი ელექტრონების და ასევე ეთილენს აქვს ორი ნახშირბადი და ორივე მათგანი არის sp2 ჰიბრიდიზაციის მქონე, რაც ნიშნავს რომ გვაქვს ორი პი ორბიტალი, ან ორი ატომური ორბიტალი, რომელიც კომბინირების შედეგად გვაძლევს ორ მოლეკულურ ორბიტალს. ერთი მათგანი არის ბმის ორბიტალი და მეორე არის ანტიბმის ორბიტალი. ბმის ორბიტალი. ასე დავტოვებ და მეტგან აღარ მივაწერ, ცხადი არის. ზემოთ არის ანტიბმის ორბიტალები, ქვემოთ არის ბმის ორბიტალები და ამათ შორის განსხვავება არის, რაღაც სხვადასხვა ენერგეტიკულ დონეზე არიან და დელტა E არის განსხვავება, რაღაცა ენერგია არის საჭირო მოკლედ ერთიდან მეორეზე რომ გადახვიდე და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ეს ქვედა ბმის ორბიტალი ასევე წარმოადგენს ყველაზე მაღალ ორბიტალს, რომელიც დაკავებულია, ესე იგი highest occupied molecular orbital, ანუ HOMOS ამბობენ შემოკლებით და ზედა ორბიტალი წარმოადგენს ყველაზე დაბალ ორბიტალს, რომელიც თავისუფალია, ანუ lowest unoccupied molecular orbital. ახლა იმისთვის რომ გადავიდეს ელექტრონი ქვემოდან ზემოთ, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, რომ განახორციელოს p-დან p-ფიფქიანზე გადასვლა, რაც წინა ვიდეოში ვახსენეთ ეს და შეგიძლიათ უყუროთ ამასაც, საჭირო არის რომ შთანთქოს სწორედ აი ამდენი ენერგია, ესე იგი საჭიროა რაღაცა ენერგია შთანთქოს და ასევე ვიცით და ვნახეთ რომ ენერგია არის ასოცირებული ტალღის სიგრძესთან, ერთმანეთის უკუპროპორციული სიდიდეები არიან ესენი, ხედავთ ამას და კონკრეტულად ამ შემთხვევაში აღმოვაჩენთ თუ ჩავატარებთ გაზომვებს, რომ ეთილენისთვის 171 ნანომეტრი არის ტალღის სიგრძე, იმისთვის რომ ცოტა სხვანაირად რომ ვთქვათ, 171 ნანომეტრის ტალღის სიგრძის მქონე ელექტრომაგნიტური ტალღა უნდა შთაინთქას, რომ გადავიდეს აი ამ ორბიტალიდან ზედა ორბიტალზე ელექტრონი, ანუ რომ აღიგზნოს აღგზნებულ მდგომარეობაში რომ გადავიდეს ეს ელექტრონი, ეს სისტემა მთლიანად, ხო? ესე იგი, ეს არის ეთილენის შემთხვევაში. ახლა მოდი გადავიდეთ, აქეთ ვნახოთ 1-3 ბუტადიენი. აქ გვაქვს 4 ნახშირბადი. ესე იგი, ეს არის 4 ნახშირბადი. და ნუ 4-ვე მათგანი არის sp2 ჰიბრიდიზაციის მქონე, ესე იგი გვაძლევს ეს, ანუ ეს ნიშნავს რომ გვაქვს 4 პი ორბიტალი, ანუ 4 პი ორბიტალი, 4 ატომური ორბიტალი, რაც კომბინაციის შედეგად გვაძლევს 4 მოლეკულურ ორბიტალს და აქედან როგორც ხედავთ, ორი მათგანი არის ბმის ორბიტალი და ორი მათგანი არის ანტიბმის ორბიტალი. ამ შემთხვევაში აი ეს HOMO ორბიტალი არის აი ეს, ხოლო LUMO ორბიტალი არის აი ეს, ესე იგი ამათ შორის ენერგეტიკულ სხვაობაზე უნდა ვისაუბროთ, ანუ რაღაცა დელტა E არის, ამათ შორის სხვაობა, თუმცა ეს განსხვავებული არის თუ დაუკვირდებით, უფრო მცირეა ვიდრე ეთილენის შემთხვევაში, რაც არის სხვაობა ენერგიებს შორის. ამის მიზეზი რა არის? ამის მიზეზი პრინციპში სულ ერთი არა არის, მაგრამ ეს რას იწვევს, ეგ უფრო საინტერესოა. მიზეზი ის არის, რომ უბრალოდ განსხვავებული მოლეკულა გვაქვს, ხო? მეტი არაფერი. სხვა მოლეკულა შესაბამისად ენერგეტიკულ დონეებს შორის სხვა განსხვავება, მაგრამ საინტერესო აქ ის არის, რომ რადგან ნაკლები არის ენერგია საჭირო იმისთვის, რომ არაღგზნებულიდან აღგზნებულ მდგომარეობაში გადავიდეთ. შესაბამისად, მეტი არის ტალღის სიგრძე, ანუ ნაკლები ენერგიის ტალღა თუ უნდა შთანთქა, ეს ნიშნავს, რომ უფრო გრძელი, ანუ უფრო დიდი ტალღის სიგრძის მქონე ტალღა უნდა შთანთქა იმისთვის, რომ გადახვიდე ერთი დონიდან მეორე დონეზე. ანუ უკუპროპორციულები არიან ერთმანეთის და ეგრეც უნდა იყოს. და ამ შემთხვევაში 217 ნანომეტრი არის ტალღის სიგრძე, იმ ტალღისა, რომელიც უნდა შთაინთქას, რომ გადავიდეს ამ HOMO ორბიტალიდან LUMO ორბიტალზე ელექტრონი. ახლა ესეც თუ დაუკვირდებით არის არახილულ, ანუ ულტრაიისფერ სპექტრში. ულტრაიისფერ სპექტრშია, იმიტომ რომ ხილული იწყება სადღაც 380-დან ზემოთ. და მოდი ახლა ვნახოთ მესამე ნაერთი, ეს არის 1-3-5 ჰექსატრიენი და აქ თუ დაუკვირდებით, სხვათა შორის აქაც უნდა დამეთვალა, აქ მაქვს 1 და 2 წყვილი პი ელექტრონების და აი აქ არის 4-ვე ბმის ორბიტალზე, ბმის მოლეკულურ ორბიტალზე განთავსებული, როცა არაღგზნებულ მდგომარეობაში ვართ. და აი აქ გვაქვს უკვე 6, ხო, 3 წყვილი და 3-ვე წყვილი არის ქვემოთ. ანუ ბმის ორბიტალებზე განთავსებული და ამ შემთხვევაში თუ დაუკვირდებით, კიდევ უფრო მცირე არის სხვაობა ენერგიებს შორის, ამ LUMO და HOMO
ორბიტალების ენერგიებს შორის, რაც გულისხმობს იმას, რომ კიდევ უფრო დიდი ტალღის სიგრძის მქონე ელექტრომაგნიტური ტალღა უნდა შთანთქას აი ამ ნაერთმა იმისთვის, რომ აგზნებულ მდგომარეობაში გადავიდეს და მართლაც აღმოჩნდება, რომ ეს არის 278 ნანომეტრი. ანუ მართლაც სრულდება ზუსტად ის, რასაც ვამბობდით, ხო? ენერგია და ტალღის სიგრძე უკვე პროპორციულები არიან, რატომღაც ენერგია კიდევ უფრო ნაკლებია, ანუ სხვაობა ენერგიებს შორის და შესაბამისად უფრო გრძელი ტალღის სიგრძეა საჭირო. ეხლა სინამდვილეში ეს რატომღაც და განსხვავებულ მოლეკულასთან გვაქვს საქმე, რო ვამბობთ, თუ დაუკვირდებით, რაც უფრო მარჯვნივ მივდივართ ამ ნაერთებში, უფრო და უფრო მეტი ორმაგი ბმის და ერთმაგი ბმის მონაცვლეობა გვაქვს, რაც შეუღლების საფუძველს იძლევა, ანუ შეუღლება ხდება ამის ხარჯზე და აღმოჩნდება, რომ თუ ნაერთი, ანუ რაც უფრო მეტი შეუღლება არის ნაერთში, რაც უფრო დიდი რაოდენობით არის ერთმანეთთან მონაცვლე ორმაგი და ერთმაგი ბმა, მით უფრო მაღალი ტალღის სიგრძის ელექტრომაგნიტურ ტალღას შთანთქავს ეს ნაერთი და რაღაცის შემდეგ, ანუ აი რაღაცა რაოდენობა ამ მონაცვლეობის შემდეგ, ანუ რაღაცა რაოდენობით მოცემული შეუღლებების შემდეგ უკვე ხილულ სპექტრსაც შთანთქავს. და აი მაგალითად, ანუ მაგის ყველაზე კარგი მაგალითი არის, რაც აქამდეც გავარჩიეთ, ბეტა-კაროტინი, რომელსაც თუ დაუკვირდებით, აი დიდი რაოდენობით აქვს ეს მონაცვლეობა ერთმაგი და ორმაგი ბმების და შესაბამისად ვიცით, რომ ამას ანუ გავარჩიეთ ბეტა-კაროტინი და ვიცით, რომ არის სტაფილოსფერი და კაროტინიც მაგითო არის, ხო, carrot-თან არის დაკავშირებული და ეს არის ხილული სპექტრი უკვე იმის ხარჯზე, რომ გვაქვს დიდი რაოდენობით შეუღლება აი ამ ნაერთში და ანუ როგორც ხედავთ, მართლაც ძალიან დიდი რაოდენობით არის ერთმანეთის მონაცვლედ ერთმაგი და ორმაგი ბმები. მოდი ერთი მაგალითიც ვნახოთ, საკმაოდ ცნობილი პოპულარული ნივთიერების, ეს არის ფენოლფტალეინი, რომელიც ალბათ ყველაზე პოპულარული ინდიკატორი უნდა იყოს და ალბათ გამოგიყენებიათ კიდეც ეს მჟავაფუძე ტიტრაციისას ინდიკატორად და თუ დაუკვირდებით ახლა, ანუ თუ გავიხსენებთ, დაბალი pH-ის შემთხვევაში უფერული არის ფენოლფტალეინი, ენამებმის ამის თქმისას, მაგრამ თუ დაუმატებთ ტუტეს, ფუძეს ვამბობ ხოლმე ზოგჯერ, ტუტეს თუ დაუმატებთ, ანუ თუ გავზრდით pH-ს, მაშინ მოვარდისფრო ხდება, ანუ ესე იგი ხილულ სპექტრში გადადის. მოდი ვნახოთ ახლა რატომ ხდება ეს. დავუმატოთ მოდი ამას ჰიდროქსიდი, წარმოვიდგინოთ რომ დავუმატეთ, თქვა ნატრიუმის ჰიდროქსიდი და აქ გვაქვს ჟანგბადი თავისი მარტოხელა ელექტრონებით, მარტოხელა წყვილებით ელექტრონის და მოდი კიდე ერთი აქეთ დავუმატოთ, ესე იგი აქეთაც გვაქვს ჟანგბადი და პროტონი. ეხლა რაც მოხდება არის რომ ამ პროტონს წაიღებს ეს ჰიდროქსიდი, ეს გამოიწვევს იმას რომ აი ეს წყვილი მოლეკულების გადმოვა აქ, შემდეგ მაგის შედეგად ეს წყვილი მოლეკულების გადმოვა აი აქ, თუ თან არ მინდა რომ აურიო რაღაცები, აი ეს წყვილი გადმოვა აქ და ბოლოს აი ეს წყვილი მოთავსდება ჟანგბადზე. და ანალოგიურად აქეთ აი ამ პროტონს წაიღებს ეს ჰიდროქსიდი და შედეგად ეს წყვილი ელექტრონების გადმოვა ჟანგბადზე. და მოდი გავუყვეთ ამას, ამ ელექტრონებს ცოტა გავაფერადოთ და ეგრე გავუყვეთ. ესე იგი, აი აქ გვაქვს ეს ელექტრონები, რომლებიც შემდეგ აღმოჩნდებიან აი აქ, ხო? შემდეგ სხვადასხვა ფერით შევღებავ, რომ ნათელი იყოს. ეს ელექტრონული წყვილი აღმოჩნდება აი აქ. შემდეგ რა ფერი ავიღო? მოდი იყოს მწვანე. შემდეგ აი ეს ელექტრონული წყვილი გვეყოლება აი აქ და ბოლოს წითლად შევღებავ აი ეს ელექტრონული წყვილი გადავა აქ ჟანგბადის მინუსზე, ანუ მინუსი მიუწეროთ, ამას უარყოფითი მუხტი აქვს და ანალოგიურად გავაკეთებ აქაც აი ეს წყვილი ახლა შეგვიძლია აი აქ ჩავთვალოთ რომ არის. ესე იგი იონი შევქმნით, ხო? იონი გვაქვს ახლა მოცემული. და ახლა ამ იონს უკვე აქვს მოვარდისფრო თუ ვარდისფერი ფერი და ჩანს კიდევაც რატომ? იმიტომ რომ ამ ნაერთს თუ დაუკვირდებით, ძალიან დიდი რაოდენობით გვაქვს მონაცვლეობა ორმაგი და ერთმაგი ბმების, ხო? ორმაგი ბმა, ერთმაგი ბმა, ორმაგი, ერთმაგი, ორმაგი, ერთმაგი, ორმაგი, ერთმაგი, ასე შემდეგ, ანუ დიდი რაოდენობით მთელი აი ამ ნაერთის გაყოლებაზე, ასე ვთქვათ. და ამიტომ შთანთქმა გადადის უკვე ხილულ სპექტრში. და პირიქითაც შეგვიძლია წავიდეთ, ანუ საკმარისი არის ამას დავუმატოთ მჟავა, რომ მივიღებთ ისევ უფერულ ვერსიას ამ ნაერთის. და ეს რატომ არის უფერული? ანუ ერთი შეხედვით გვაქვს, ხო, აი აქაც მონაცვლეობა მაგალითად ბენზინის რგოლებში ორმაგი და ერთმაგი ბმების. მაგრამ საქმე ისაა, რომ თვითონ აი ეს ცენტრალური ნახშირბადი
არის SP3 ვერ გავაკეთე ის არის კარგად. SP3 ჰიბრიდიზაციის მქონე, რაც ნიშნავს რომ 1p ორბიტალი აქვს და გარკვეულ დონეზე კი გვაქვს ამნაერთში შეუღლება, მაგრამ წყდება როცა ცენტრალურ ნახშირბადს მივადგებით და ამიტომ საკმარისად არ არის მოკლედ მოცემული აქ შეუღლება იმისთვის რომ ხილულ სპექტრში ხდებოდეს შთანთქმა. აქ ამ შემთხვევაში ცენტრალურ ნახშირბადს აქვს SP2 ჰიბრიდიზაცია, რაც ელექტრონების დელოკალიზაციის საშუალებას აძლევს და მოკლედ როგორც უკვე ვთქვი და ვიმეორებ ხა უბრალოდ, აი ამ ვერსიაში ნაერთის გვაქვს დიდი რაოდენობით შეუღლება, რაც ხილულ სპექტრში, ან ხილული სპექტრის შთანთქმის საშუალებას აძლევს. და ამიტომ ამ ვიდეოდან შეგვიძლია დავასკვნათ მოკლედ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს შეუღლებას და მონაცვლე ერთმაგ და ორმაგ ბმებს, ის რომ განსაზღვრავს ხილულ სპექტრში შთანთქავს თუ არა ნაერთის სინათლეს.